დღეს უკვე აი გამოვედით აი ამ ბანერებით და კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ ხელისუფლებას, ადგილობრივსაც და ზოგადად ხელისუფლებას, რომ მოსახლეობისგან დისტანციაში ყოფნა ეს არ არის კარგი, ასე ვთქვათ რა და თუ ხელისუფალი არ უსმენს მოსახლეობას, თუნდაც ერთ ადამიანს, თუნდაც ერთი ადამიანის პროტესტს და ის ითვლის თავებს. ხშირად მომისმენია ხოლმე თუნდაც ადგილობრივი პრესის მიერ გავრცელებულ ჩვენს აქციებზე, რომ რამდენი არიან, მთელი ქალაქი გამოსულა, რა მნიშვნელობა აქვს მთელი ქალაქი გამოვიდა თუ 20 ადამიანმა გამოხატა ნახევარი ქალაქის და ნახევარზე მეტი ქალაქის პროტესტი. იმ 20 ადამიანსაც რომ მოუსმინოს ხელისუფალმა, უფრო ალბათ ვფიქრობ, კარგად იქნება ყველაფერი. ჩვენ აქ უკვე მე-14 დღე რაც აღვადგინეთ აქციის სახით ახალციხეში. იცით რომ დიდ ქალაქებში ბევრად უფრო სხვანაირად ხდება და უფრო ორგანიზებული და უფრო მასშტაბური არის. 60 დღე არის უკვე რომ უწყვეტად მიმდინარეობს აქციები და მოთხოვნები რა თქმა უნდა რომ არის იგივე მკაფიო და ზუსტი. სინდისის პატიმროს თავისუფლება პირველ რიგში იმ ადამიანებს, რომლებიც ამ რეჟიმის მსხვერპლი არიან, ადამიანები, რომელიც შიმშილობენ და რა თქმა უნდა არც ერთი ხელისუფლის წარმომადგენლისგან არანაირი რეაგირება არ არის. თავისუფლება ყველა ამ უსამართლოდ დაკავებულ ადამიანს და ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის პირველ რიგში ეს და რა თქმა უნდა რომ ახალი არჩევნები. საქართველოს გაუმე